ალო, კრემლი, თქვენი ხმა არ ისმის მოსკოვის ცენტრში კავშირგაბმულობის შენობა დაუბომბეთ, წერს უპილოტო ძალების მეთაური რობერტ მადიარ-ბროუდის სოციალურ ქსელში. მთელი დღეა უკრაინა რუსეთის სხვადასხვა ობიექტს ანადგურებს, იერიშები მიაქვთ მოსკოვზეც. ივანიშვილის დაწყევლის გამო მოქალაქის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თამუნა გიორგაძეს ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება. დღეს მოქალაქე 4000 ლარით დააჯარიმეს მამუკამ დინარაძეზე დაწერილი კომენტარის გამო. კიდევ ერთ საქმეზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს Facebook-ზე მეგობრის შეურაცხყოფას ედავება. საუბარია გიორგი მელთაურზე, რომელიც მის მეგობარ ლევან ზაზაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ჩათვალა, რომ ის ზაზაძეს აგინებდა. 2000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძეზე დაწერილი კომენტარის გამოც. თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმების მოცულობა გაორმაგდა. იანვარ-მაისში თანხის საერთო რაოდენობამ 8,700,000 ლარს გადააჯარმა. ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი 5 თვეში 1,300,000 ლარზე მეტი შეადგინა. მთავრობა 2026 წელს გამოშვებული 592 ავტომობილისთვის 47 მილიონ ლარს გადაიხდის. ერთი მანქანის შესაძენად ბიუჯეტიდან 79,000 ლარზე მეტი დაიხარჯება.